Dutente ფრანგული სიტყვა ტერმინია, რაც საერთაშორისო დაძაბულობის განტვირთვას, დაძაბული ურთიერთობების შერბილებას ასახავს. ეს ტერმინი კარგად აღწერს ცივი ომის ეტაპს. ეს იყო საბჭოთა კავშირსა და დასავლეთ შორის დაძაბულობის განმუხტვის პოლიტიკა, რასაც ხელი შეუწყეს რიჩარდ ნიქსონმა, ჰენრი კისინჯერმა და ლეონიდ ბრეჟნევმა 1969 წლიდან 1974 წლამდე. 1962 წელს კუბის არაკეტო კრიზისის შემდეგ ორივე ზედსახელმწიფო შეთანხმდა, რომ უშუალო ცხელი ხაზი დამონტაჟდებოდა ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის. ეგრეთ წოდებულმა წითელმა ტელეფონმა შესაძლებლობა მისცა ორივე ქვეყნის ლიდერს დაუყოვნებლივ დაკავშირებოდნენ ერთმანეთს სასწრაფო ვითარების დროს და ამგვარად შეამცირებდნენ სამომავლო კრიზისების განვითარების შანსს. ასე გადარჩა მსოფლიო მე-20 საუკუნეში კიდევ ერთ მესამე მსოფლიო. ამჯერად სრულად გამონადგურებენ ატომურ ომს. 1963 წლის 20 ივნის ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას შორის პირდაპირ საკომუნიკაციო კავშირის დამყარების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი. მთლიანობაში დღეს ბირთვული იარაღი 9 ქვეყანას აქვს. ესენია ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთი, ჩინეთი, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, პაკისტანი, ინდოეთი, ისრაელი და ჩრდილოეთ კორეა. სოფლიოში დაახლოებით 13080 ბირთვული გობინია. ატომური იარაღის გამოყენებას კაცობრიობისათვის გამანადგურებელი შედეგი ექნება. ბირთვული აფეთქებებით ქალაქების დაუყოვნებელი განადგურების გარდა, ასეთი ომის პოტენციური შედეგი იქნება ხანძრები, ბირთვული ზამთარი, რადიაციული ავადმყოფობის გავრცელება და თანამედროვე ტექნოლოგიების დროებით, ან სრულად მუდმივად გათიშვა. ეს უკანასკნელი ელექტრომაგნიტური იმპულსების გამო მოხდება. ექსპერტების შეფასებით, ბირთვულ ომს ქალაქების უმან განადგურება შეუძლია. ეს ათობით მილიონი თუ არა მეტი ადამიანის სიკვდილის ტოლფასია. მსგავსი აფეთქებების შემდეგ შეიცვლება კლიმატი, გაჩნდება რადიაცია და ატმოსფეროში გაიფანტება ჭვარტლი, ბირთვული ჭვარტლი, რომელიც დედამიწას მზის სინათლეს დაუფარავს. სწორედ ასეთ კატასტროფას უწოდებენ ბირთვულ ზამთარს, რომლის გაძლებაც ძალიან რთული იქნება. საბოლოოდ ბირთვული იარაღის გამოყენებას პირველადი დამრტყმელი ძალის გარდა მოჰყვება დასხივება, იონური გამოსხივება, რადიოაქტიური დაბინძურება და ელექტრომაგნიტური იმპულსი. იმედი დავიტოვოთ, რომ მსოფლიო ლიდერებს ეყოფათ პოლიტიკური გამბედაობა და ნება იმისა, რომ მსოფლიო არ ამოაყირავონ და გამოუსწორებელი შეცდომა არ დაუშვან, რასაც არამხოლოდ მილიონობით ადამიანის ფლორისა და ფაუნის სიცოცხლის განადგურება მოჰყვება, არამედ საერთოდ კაცობრიობის ყოფნა არ ყოფნისა და მომავლის საფრთხე შეიქმნება. გამოიწერე კოდის YouTube არხი, ნახე უამრავი საინტერესო ვიდეო სხვადასხვა თემაზე.